ჩვენ ვიყოფებით Global Motor-ში და წარმოგიდგენთ მორიგ ავტომობილს. ეს გახლავთ BMW-ს მეხუთე სერია, კერძოდ F10, რომელიც გამოსულია 2014 წელს. მაღალ ტექნოლოგიური ავტომობილი, რომელიც შემუშავებულია მსხვილი გერმანული საავტომობილო კომპანია BMW-ს მიერ წარმოადგენს მეხუთე სერიას. ავტომობილი გახლავთ ლუქს კლასის ბიზნეს სედანი. პირველად BMW-ს მეხუთე სერია წარმოდგენილი იყო ამსტერდამის ავტოსალონზე 1994 წელს. ის ხელით იყო აწყობილი და იყენებდა 535-ის შასისა და მოდიფიცირებულ BMW-ს M1-ის ძრავს. როდესაც BMW M5 გამოუშვა, ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფ სედანად ითვლებოდა. ახლა გამოვედით Global Motors-დან და ვიდივართ უკვე ქალაქ გარეთ. მე მაინტერესებს უკვე ეს მანქანა მოძრაობაში, ტრასაზე. მე აქ მაქვს ბარათი, ფრეგოს ბარათი, ხედავთ ალბათ. ეს არის ჩვენი სპონსორი. მე ხა ჩავასხავ ბენზინს და შემდეგ გავაგრძელებ გზას. ფრეგოს ჩავასხავთ, იმიტომ რომ უფრო კარგად გავტესტოთ ეს ავტომობილი. ჩვენიერი საწვავი, სხვათა შორის ყველაზე იაფია ქალაქში მინდა გითხრათ. სადღაც ლარი და 52-ია თუ არ ვცდები რეგულარი. პრემიუმი სადღაც ლარი და 65. მე სპეციალურად ეს ავტომობილი არ წავიყვანე მაგალითად რუსთავში, რომ გამომეცადა ავტოდრომზე. რადგან ახლა სისწრაფე, მანევრი დაახლოებით ყველამ კარგად იცით, მეც უკვე შევიგრძენით საკუთარ თავზე. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გადავიღეთ ავტომობილი, რომელიც იყო F10, ოღონდ M5. ის ავტომობილი იყო სერიოზულ ტიუნინგში, ის იყო 740 ცხენის ძალით. და რაღაცა კატასტროფა აჩქარება ქონდა. ამ მოდელს ახლა ჩვენ გვაქვს 2 ლიტრიანი ძრავი, დაახლოებით 6.4 წამი უწერია 100 კილომეტრზე. აჩქარებისთვის ვიწერია 528. ანუ შეიძლება ერთი შეხედვით, ვინც არ იცის, იფიქროს, რომ ეს არის 2.8 ლიტრი მოცულობა. სინამდვილეში არის ეს ჩვეულებრივი 2 ლიტრიანი ძრავი და წამყვანი თვლები გვაქვს უკანა. მოდელები გამოშვების დღიდან 2015 წლამდე ასე გამოიყურება: E28, E34, E39 და E60 და ახლა უკვე F10. რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს ამ ავტომობილში, ეს არის თვითონ ეს ბარი და სიჩქარის კოლოფი. რაღაცა ძალიან მოსახერხებელია, კარგად ძის ხელში. გვაქვს აგრეთვე გადმოსართველი, რომელიც უკვე გვაგზავნებს, რომ ჩვენ გადმოვხდეთ მანუალზე და შეგვიძლია უკვე მექანიკური რეჟიმით ჩვენ ვიმოძრავოთ ქალაქში. მაინტერესებს, რამდენად სწრაფად რეაგირებს. რაღაც უმინდა წინა მანქანას შევადარო M5-ს, მაგრამ მოდი, ნახოთ, ჩამოვყაროთ მე-4, მე-3, მე-3 წამნახევარი აგვიანებს გადართვას. ეს არის ჩვეულებრივი ავტომატური კოლოფი და არა რობოტიზირებული. რობოტიზირებული კოლოფი იცით, რომ მიახლოებულია Formula 1-თან და ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ კომფორტზე გვაქვს მინიშნება და გვაქვს ღილაკები, რა თქმა უნდა, ეს არის კომფორტი, EcoPro და სპორტი. EcoPro, აი ყველაზე კაი ვარიანტი, სპიდომეტრი გალურჯდა და ლურჯი სპიდომეტრი ნიშნავს, რომ ჩვენ მოძრავთ უკვე ეკოლოგიურად. არ ვაბინძურებთ ქალაქს და რა თქმა უნდა, საწვავის წვაც აისახება ჩვენს ავტომობილზე. საკმაოდ ეკონომიურია, აქვე გეტყვით ეს ავტომობილი. ეხლა დგომაზე და ამანქანის სირბილეზე. ფორუმზე ამოვიკითხე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცა თუნდაც ახალ მოდელს, იყო ეს ვერსიები, რომელიც რუსეთშია გამოშვებული, აწყობილი, იცით ალბათ უკვე რამდენიმე ქვეყანა აწყობს ამანქანას, ძალიან ემდურიან. თვითონ ემდურიან მასალებს, ხარისხს.
ერთადერთი რაც BMW-ში არ მომწონს, ეს არის ხარისხი, რომელიც ყველა მოდელს თითქმის ერთნაირი აქვს. რაღაცნაირი უხეში პლასტიკატი. კი ვითომ დაარბილეს, მაგრამ მაინც ხმა არის. შავი ჭერი, მაგრამ ალკანტარა არ არის. M პაკეტებზე რა თქმა უნდა უფრო გვხდება პერფორირებულ ტყავსეძახიან თუ არ ვწდები, ესეთი დახვრეტილია. BMW-ს ქარხანაში გამოყენებულია მაღალ ტექნოლოგიური სისტემები. ავტომობილის აწყობილს და შეღებილს კარგად დაპროგრამირებული რობოტები უზრუნველყოფენ. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ ქარხანაში იწყობა მე-5, მე-7 და მე-6 სერიის ავტომობილები. აგრეთვე იმავე პლატფორმაზე იწყობა მე-5 სერიის Gran Turismo-ც. კონკურენტებს რა თქმა უნდა ყოველთვის ვეხები ხოლმე, ამ შემთხვევაშიც მე შევადარებ, მაქვს მაგის საშუალება. შევადარებ მაგალითად ისევ და ისევ ამ თაობის E-Class და შევადარებ ისევ და ისევ ამ თაობის Audi A6. სისწრაფეში მოდი ვთქვათ, რომ მართლა საუკეთესოა Audi, რომელიც არის რა თქმა უნდა კვადრო და მისი ძრავი აღინიშნება ესეთი ნიშნულებით, როგორც არის RS. ძალიან რბილია, ხმა საერთოდ არ შემოდის ამ ავტომობილში. მოდი აუდიო სისტემა ძალიან მაინტერესებს, აქებენ სხვათა შორის. აი რადიოს დაჭერა ცოტა უჭირს, მე ხა ქალაქიდან გავდივარ და ცოტა რადიოს ამბავში გაგვიჭირდა. მაგრამ აუდიო სისტემას რაც შეეხება, აქაც როგორც ცოტა ხნის წინ გავიგე, მე E-Class-ი ლიდერობს. ნუ E-Class-ის აუდიო სისტემა ძალიან მართლაც უმაღლეს დონეზეა. საჭე აქ ძალიან სასაცილოა. როდესაც თქვენ პირდაპირ უყურებთ, არის რაღაცა ეს ნიკელის და ორი თვალი. რაღაცა დიდი სმაილი გიხატიათ. რაღაცა გიღიმის. სალონის შიგნიდან გიღიმის. და კარგია რომ ეს ბევრი ღილაკები გადმოიტანეს საჭეზე. ნუ მულტი საჭე ყოველთვის უფრო წინ დგას. არის სამქიმიანი, უფრო სპორტული ხასიათი აქვს. რაც შეეხება მის პირდაპირ კონკურენტს, წეგან ვადარებდი, გეტყვით ესეთ რაღაცას. დიდი მინუსი შეიძლება ჩაუთვალოთ BMW-ს, რომ მაგალითად ეს მე-5 სერია, მე-7 სერია და აგრეთვე Grand Coupe, მე-6 სერია არის ერთ პლატფორმაზე აწყობილი. ანუ რა გამოდის, რომ გვატყუებენ? მე თუ სიმსოტი მინდა, ანუ მე-7 სერია. მინდა რომ ყავდეს რაღაცა ბიზნეს კლასი, უფრო მეტად ბიზნეს კლასი, ვიდრე არის მაგალითად მე-5 სერია. თუ მინდა Grand Coupe, ესე იგი ნიშნავს, რომ უფრო სპორტული ხასიათის ავტომობილი მინდა და არა ვთქვათ შუალედი, როგორც არის მე-5 სერია. აქაც გვატყუებენ. ხო ყავდათ მე-6 სერიას Coupe. უბრალოდ გაწელეს რახან უნდათ რომ ყოლოდათ აგრეთვე Grand Coupe. ანუ ალბათ CLS-ის კონკურენტია, ესე ვთქვათ. მაგიტო გააკეთეს Grand Coupe უბრალოდ გაწელეს. და მე-5 სერიას მოდი ახლა თვითონ თუ შედარება, მივყვეთ მოდი მოდელებს. პირველი სერია, მე-3 სერია, მე-4 სერია, მე-5 სერია, მე-6 და მე-7 სერია. რა ხდება? მე-6 სერია ხა წეგან ვისაუბრე Coupe და Grand Coupe. რაც მოხდა წეგან აგიხსენით. მაგრამ მე-5 სერიას, მე-7 სერიას, მე-3 სერიას, უკვე ორკარიანი ვარიანტები აღარ აქვს, ანუ ორკარიანი ვერსიები. და თუ მის პირდაპირ კონკურენტზე გინდა შედარება მაგალითად Mercedes-ზე, Mercedes E-Class-საც ყავს Coupe, C-Class-საც და S-Class-საც. ანუ ერთი ნაბიჯით კი არა, მე მგონი 3 ნაბიჯით უკვე წინ დგას ხო Mercedes-ი ამ შემთხვევაში. და რაც შეეხება Audi-ს, აი Audi-თან ერთად კი მიდიან საფეხურებით, ანუ Audi და BMW-ს შედარება რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში შეიძლება. არ ვამბობ, რომ რაღაცით ან ეს ჯობია, ან ის ჯობია. რა თქმა უნდა, ბოლო თაობის მანქანები, აი უსაფრთხოებაზე 100%-იანი და სხვათა შორის მე წინა გადაცემაზე ვახსენე და ეხლაც ვიტყვი, რომ 5 ვარსკვლავით მხოლოდ და მხოლოდ BMW-ში ეს მე-5 სერია შეფასებული. ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია BMW-ს მე-5 სერია. მე-7-მაც კი და მე-3 სერიამაც კი ვერ მიიღო იმდენი ქულები, რაც მიიღო მე-5 სერიამ. ამამაც შემიძლია ვთქვა, რომ ვზივარ ყველაზე უსაფრთხო მე-5 სერიაში, რომელიც გამოუშვია BMW-ს დღემდე. ავტომობილის უსაფრთხოება ვახსენეთ და მე-5 სერიის E-ინდექსით გამოსული ავტომობილები უსაფრთხოებაში მოიკოჭლებდნენ. რასაც ვერ ვიტყვით F-ინდექსზე. ავტომობილმა crash ტესტებში უმაღლესი ქულები დაიმსახურა.
ნუ უკანა სავარძელი, როგორც ხედავთ, საკმაოდ კომფორტულია. ადგილიც საკმაოდ დიდია. უფრო მაღალი კომპლექტაციის ავტომობილს შეიძლება ჰქონდეს ფარდა, რომელიც მზისგან დაგვიფაროს. აი გვაქვს უბრალოდ აი ესეთი ხელის დასადები, თავისი სათავსოებით, ესეთი უჩვეულო კიქების ჩასადებით და თუ გვაქვს რაიმე გრძელი ბარგი, შეგვიძლია აი აქ ბოლომდე შევაწყვეტ. ფასსაც გეტყვით, ეს ავტომობილი Global Motor-ში 37000-ად შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელსაც მოყვება 1 წლიანი გარანტია და დაზღვევა. უბრალოდ უნდა ეს მანქანა შეიძინოთ და იგრძნოთ ამ ავტომობილის სირბილე, ამ ავტომობილის სიარული, ამ ავტომობილის სვლა. და მით უმეტეს ახლა როცა ეკო რეჟიმით მივდივარ. კომფორტზეც რა თქმა უნდა იგივეა, უფრო დარბილდება ამორტიზაცია და სხვანაირად გვირთავს სიჩქარეს. აი სპორტის შემთხვევაში კი უკვე აი იცით რა ქნა ტახომეტრი უკვე სხვანაირად გადამირთო და უფრო ავტომობილი დაჯდა. აქაც ხედავთ რაღაცეები გაგვიწითლა, რომ ვართ უკვე სპორტულად განწყობილი. ერთია რომ საჭი არ შეიცვალა, საჭი დარჩა ისევ ის. მოდი იყოს ეკო რეჟიმზე, ხედავთ უფრო აქ ყველაფერი გალუჟდა. კოლოფიც ისეთია, რაღაცა უფრო თითქოს ფაქიზი. ეს 60 რო ქონდა ესეთი ბურთივით კოლოფი SMG-ს ეძახდნენ. ამას არა აქვს, ეს რაღაც ფაქიზია. ძლიერად რო დავარტყა ხელი, შეიძლება მოვტეხო თქო. მე-7 სერია ვახსენე და ეს ბარი ძალიან დიდი პროფესიონალი უნდა იყოს და მიხვდე რა განსხვავებაა მე-7 და მე-5 სერიის შორის. ის ადამიანი გაუგებს ამ მანქანას ყველაზე კარგად, ვისაც ყავდა წინა მოდელი მე-5 სერია. აი იმის მერე აქ გადმოჯდომა მართლაც უკვე დიდი კომფორტია. აი მწოლიარე პოლიციელებზე ცოტა უხეშად გადადის სპორტული რეჟიმით და აი კომფორტული რეჟიმით ძალიან ისე რბილად კარგად გადავდივართ. წინა თაობისგან, 60-ისგან რა თქმა უნდა განსხვავდება, იმას უფრო რაღაც ლამაზი ფარები ქონდა და რატომღაც გულის სიღრმეში მგონია რომ ის ავტომობილი უფრო გამძლეა. რატო არ ვიცი. და ეს მანქანა არის თითქმის 2 ტონა. 2 ტონა და ცოტა მეტი, 2 ტონაზე ცოტა მეტი. თქვენ წარმოგიდგენიათ და ძრავი 2 ლიტრიანი. მოდი ავიღოთ ძველი მოდელი, მაგალითად რომელიც არის E34. თითქმის ავტომობილი ტონა ნახევარია და ისიც 2 ლიტრიანი. და თავის დროზე ის მანქანა ბევრად უფრო კომფორტული იყო. სახლებიც ძალიან ლამაზია. და ყველას ძალიან მე მომწონს თვითონ ეგრევე ეთყობა ხალხს, ვინ არის BMW-ს მოყვარული, რომ ეგრევე იქცევს ყურადღებას ეს ავტომობილი. და წეგან ვისაუბრე BMW-ს მე-5 სერიაზე და აი ზუსტად ეს მოდელია ჩვენ წინ, BMW-ს მე-5 სერია. მოდი ვნახოთ უკანა სვლაც. ძალიან მომწონს უკანა ხედვის კამერა, რომელიც საჭესთან ერთად დაყვება. შემდეგ საჭეს მოვატრიალებ და ვიცით სად ჩავეტევით, ანუ როგორ შევალთ მოსახვევში. 3, 4, 5, 6. 6 წამში ითიშება. ალბათ არც არის საჭირო, რომ მეთხანს იყოს.